იყო და არა იყო რა. ერთ დიდ ტყეში იზრდებოდა ერთი ძალიან ამაყი მუხა. ის იყო ყველაზე მაღალი, ყველაზე ძველი და ყველაზე ძლიერი. მისი ჩრდილის ქვეშ პატარა ციყვები თამაშობდნენ. ჩიტები მღეროდნენ, ხოლო ქარი ფოთლებში სიმღერას უკრავდა. არავის და არაფრის შიში არ ქონდა მუხას. ერთ დღეს ტყეში ერთი მჭრელი მოვიდა. თან ცული ჰქონდა. ჯერ თხელი ხეები მოჭრა, მერე ბალახები გადათელა და ბოლოს მუხასთან მივიდა. შენ ხარ შემდეგი, ჩაილაპარაკა მჭრელმა და ცული მოიმარჯვა. მუხამ ამაყად დახედა ცულს, მაგრამ უცებ რაღაც შეამჩნია. ცული სტარი, მისთვის ძალიან ნაცნობი იყო. ღმერთო, რა ვნახე? შეხვირა მუხამ. ეს ხომ ჩემი დაკარგული ტოტია. წლების წინ ქარმა მომატეხა და სადღაც დაიკარგა. ცულის მოქნევა მუხას თითო ჭრილობას აყენებდა. მუხა კი ტკივილზე მეტად გულგატეხილი იყო. სამწუხაროა, მტერი ვერაფერს დამაკლებდა, მაგრამ საკუთარი ტოტით მენგრევა ჩემი თავი და ამით დასრულდა მუხის ამბავი. მორალი: საგანგაშო არა ის არის, ვინც გარედან გემტერება, არამედ ის, ვინც შენიანია და შიგნიდან გაყენებს ჭრილობას. სწორედ ამიტომ თქმულა: ცული ვერაფერს დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო. ჩვენი ამბები